ზოგადად ველოდიოდი რომ დამეხმარებოდა ყველა. როდის მიიღეთ თქვენ აი გათაოსფრობის შესახებ ცნობა, როდის გაიგეთ? ალბათ 1-2 საათი იქნება, მეტი არა. კი, რა თქმა უნდა, ახლა ის დამიფიქსირეს, რომ რაღაც იმას ვისვრიდი და ის ვაღიარ, მე სხვა არაფერი ამიღიარებია. კი ბატონო, და საერთოდ დაპირებთ ეხლა წასვლას პირველ რიგში? ჯერ პირველ რიგში შვილთან და მე სახლში. რა ვიცი, სამართლობა ხდება როგორც ყოველთვის. ეს არ უნდა მოხდარიყო. ჩვენ არავინ არა ვართ დამნაშავეები, ვინც ახლა ციხეში ვართ. არავინ. ჩვენ ყველანი რა ვიცი, რუსული რეჟიმის ხვეკლი ვართ. ასე ვფიქრობ. რა ვიცი, შეიცვალოს რამე. იმედია შეიცვლება. ალბათ მინდოდა რომ მიმეღო მონაწილეობა ჩემი ქვეყნისთვის. სრულებები გსურდათ. კი, რა თქმა უნდა. სულდა. თავიდან ხსურდათ რომ, რა ვიცი, იარაღის ტარება და ესეთ რაღაცებს მეუნებოდნენ, თანხის აღებას და რაღაც სისულელეებს, მაგრამ თანხის აღებას აქციაზე დგომს. კი, მაგრამ რა თქმა უნდა ეს სისულელე იყო, ეს რა თქმა უნდა სისულელეა და ვერ მიიღეს ესეთი რაღაცები ჩემგან. ერთადერთი ვაღიარე ის რომ ნივთის სროლა. ეს არაფერი. ეს რა იყო ძალადობები რაღაცები უნდათ რომ მეთქვა, მაგრამ მაგალითად რაღაცები ისეთი რომ პირადი მიწერა ზოდელავასთან, რა თქმა უნდა ბურჭულაძესთან რა სისულელია, ხო? რომ კავშირზე იყავით თვითონ მათთან? ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ხო ძალიან დიდი სისულელია, იქ მთელი საქართველო იყო როგორც ყოველთვის და შესაძლოა კიდევაც წავიდე. ძალიან მჭირს ჩემს შვილს უჩემოც და ახლა პირველ რიგში მასთან მივდივარ სამართლობაში. რა წამოვიყვანო სახლში. სიუს მეტია. გადლობა ყველას.